როგორც ვთქვათ, თანამედროვე ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა ერთ წელიწადში, აშენდა ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, თუმცა ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ბუნებრივია ქალაქს არჩება. ქვეყანას უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული ეს პროექტი, ამაში თავადაც დარწმუნებოდით, არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყინულის სასახლე. და რა თქმა უნდა, ეს სასახლე ხელს შეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონალური განვითარების ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინის მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელმაც უმაღლეს ვადებში უმაღლეს ხარისხით შეასრულეს ეს სამშობლო პროექტი. თბილისს და საქართველოს უკვე აქვს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის არენა, ინფრასტრუქტურა, რომელიც აქამდე დედაქალაქს არ ქონდა და დღეს უკვე დასრულებული პროექტის სახით არის წარმოდგენილი. აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა სტანდარტი არის გათვალისწინებული. როგორც პარამეტრების მიმართულებით, ასევე საინჟინრო მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების ხანძარქრობის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შესაბამისი სივრცეებით არის აღჭურვილი. უმაღლესი დონის ყინული არის ორშრიანი. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული ტექნოლოგიურად, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია გამოყენებული. დაახლოებით 36 კილომეტრი ქსელი მოეწყო იმისათვის, რომ შესაბამისი კლიმატის რეგულირების სტანდარტი ყოფილიყო დაკმაყოფილებული და შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამათ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ობიექტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას, გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველა სივრცე, რომელიც სხვადასხვა ოლიმპიური სპორტის სახეობებს ჭირდება, როგორც არის ჰოკეი, როგორც არის ციგურაობა, მხატვრული ციგურაობა, გათვალისწინებულია ბუნებრივია შესაბამისი გასახდელები, ისევე როგორც შესანახი ოთახები, ისევე როგორც შესაბამისი ტექნიკური ოთახები, საგრიმიორო და მრავალი სხვა აღჭურვილი აბსოლუტურად ყველა საჭირო სივრცით, რაც ბუნებრივია აღნიშნულ კომპლექს უკვე ხდის ყველა ამ სპორტის სახეობისთვის იდეალურს და ამის დასტურია, რომ სულ რამოდენიმე დღეში უკვე ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც კიდევ ერთხელ არის იმ მაღალი სტანდარტის, მაღალი ხარისხის აღიარება, რასაც უკვე ახალი თბილისის ყინულის არენა ქვია. თებერვლის თვეში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, კერძოდ ახალგაზრდული ოლიმპიადა ზამთრის თამაშების. მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღის მდგომარეობით დაასრულა თბილისის ახალი ყინულის არენის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 700-მდე მაყურებელზე, სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რათა ღირსეულად უმასპინძლოთ ამ ოლიმპიადას და საქართველოს მსოფლიო რუკაზე დავითანოთ როგორც ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ჩამტარებელი.